ქალაქ კრემონის პროკურატურამ კახიკალაძესთან დაკავშირებით განცხადება დღეს უნდა გააკეთოს. არ გამორიცხავენ, რომ იტალიელ სამართალდამცველებს კალაძესთან დამატებითი კითხვებიც გაუჩნდეთ. ყოფილი ლეგიონერის წარმომადგენელმა და მოგვიანებით უკვე თავად კალაძემ დაადასტურეს, რომ მილანში ფეხბურთელის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ამის მიზეზი საეჭვო სატელეფონო საუბრების ჩანაწერი გახდა. კახიკალაძე განმარტავს, რომ ამ ჩანაწერებში ნახსენები 50,000 ევრო და კარი ქობულეთში მდებარე სასტუმროს რემონტისთვის იყო განკუთვნილი. იტალიაში ამჟამად გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით 19 ფეხბურთელია დაკავებული. იყო ორი ადამიანი მოსული, რომ მაშინ მე არ ვიმყოფებოდი სახლში, ეს იყო მე მგონი კვირას 27-ში თუ არ ვცდები ზუსტად ვერ გეტყვით და მოითხოვეს ჩემი პირადი კომპიუტერი, რაც ჩემო მეუღლემ გადაცა უპრობლემოდ. ეს არის იმ ადამიანის დაკითხვის ოქმიდან ამოღებული ერთ-ერთი მასალა არის, რომელიც ამბობს, რომ კი ნამდვილად ეს იყო კარებები, რომელიც მე პრესკონფერენციაზე ბრიფინგზე ვთქვი, რომელიც მჭირდებოდა სასტუმროსთვის.